გავცეთ ამ შეკითხვებს პასუხი, რა როლი აქვს ზოგადად არაფორმალურ განათლებას ფორმალურ განათლებაში და რატომ არაფორმალური განათლება. თანამედროვე განათლების სისტემა სულ უფრო და უფრო მეტად ითხოვს მრავალმხრივად განვითარებულ მოსწავლეს, რომელსაც ასე ვთქვათ, არა მარტო სახელმძღვანელოდან მიღებული განათლება აქვს, არამედ შეუძლია ეს მიღებული ცოდნა გამოიყენოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაფორმალური განათლება ახდენს ფორმალური ცოდნის უფრო მეტად გაღრმავებას, სასწავლო პროცესი უფრო მეტი საინტერესოს ხდის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება მოსწავლის პოზიტიურ აკადემიურ ხარისხზე. როდესაც ვფიქრობდი ამ კონფერენციის შესახებ, თუ რა თემა შეიძლებოდა წარმოვედგინა, ძალიან გამიჭირდა არჩევნის გაკეთება, იმიტომ რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი აქტივობაა გახორციელებული და საბოლოოდ შევარჩიე ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც არაერთხელ უკვე აღნიშნეს წინა გამოსვლებმა, ეს გახლავთ მოსწავლეთა კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში. დაახლოებით ივნისის თვეში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია ვიზუალურ პროგრამირებაში და თემა იყო ვეფხვის ყაოსანი, რომელიც ორგანიზებული იყო ილიანის კიბერლაბორატორია უნილაბის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორიის ექსპერიმენტების ორგანიზებით. კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს უნდა შეექმნათ Scratch-ის პროგრამის გამოყენებით რაიმე პროდუქტი. ეს იქნებოდა თამაში, ანიმაცია თუ სხვა. ეხლა წარმოგიდგენთ თუ რა ეტაპები გაიარეს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის დროს მოსწავლეებმა. საწყის ეტაპზე გავაგზავნეთ ჩვენ მოსწავლეების, ასე ვთქვათ, შექმნილი ნამუშევრები. შემდეგ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო რგოლები, სადაც ისინი დეტალურად საუბრობდნენ თავიანთი პროდუქტის შესახებ და მესამე ეტაპზე უკვე შერჩეული მოსწავლეები მიიწვიეს კონფერენციაზე და აუდიტორიის წინაშე მოხდა მათი ნამუშევრების გაზიარება. ეს ფოტოსურათზეც ხედავთ. მინდა გითხრათ, რომ სულ 4 პროექტი ქონდა გაგზავნილი და 4-ვე პროექტი გადავიდა მესამე ეტაპზე და ჩემო მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ კონფერენციაში. ეხლა რა პროექტები იყო, მოკლედ რო ვისაუბროთ. ერთ-ერთი პროექტი იყო ასეთი ფაზლი ვეფხვის ყაოსნის თემატიკაზე, თამაში აფორიზმები ვეფხვის ყაოსანში, ასევე იყო თამაში გამოიცანი გამოტოვებული სიტყვა და ანიმაცია და თამაში ვეფხვის ყაოსანზე. საოთხივე პროექტი ძალიან საინტერესო იყო და მოსწავლეთა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. რა იყო მიზანი? ახლა ამ პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებში განვითარებოდათ ფუნქციურ კომპონენტური უნარები, როგორც კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, თანამშრომლობა და სხვა. ასევე საგნობრივი კუთხით მნიშვნელოვანი იყო, რომ ალგორითმის დანიშნულების გააზრება შეძლებოდათ მოსწავლეს და დამოუკიდებლად შეემუშავებინათ ის პროგრამული კოდი. აქ ასევე საძიებო სისტემებთან დამოუკიდებლად შეძლებოდათ მუშაობა, მოსწავლეებს ინტერნეტის საშუალებით მოეძიათ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, შეექმნათ ციფრული პროდუქტი, დაეხარისხებინათ ეს ინფორმაცია და წარმოედგინათ უკვე საბოლოო პროდუქტის სახით. პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, აი რა ეტაპები გავიარეთ ჩვენ, შიდა ეტაპები, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ თავდაპირველად მოხდა კონფერენციის პირობის გაცნობა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა მოსწავლეებისათვის. შემდეგ უკვე მათ მოახდინეს იდეების გენერირება, შექმნეს პროტოტიპი, ვეფხვის ყაოსნის თემატიკაზე კონკრეტული სცენები შეარჩიეს, Scratch-ის პროგრამაში ფონები, კოსტუმები დაამუშავეს, გაწერეს კოდი და მოხდა შემდეგ უკვე ამ კოდის გაშვება, შემოწმება და ბოლოს უკვე საბოლოო პროდუქტის შეფასება.
რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც წარმოდგენილი იყო ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ესე იგი ეს ვეფხვის ყაოსნის თემასთან დაკავშირებით დააორგანიზეს, ასე ვთქვათ, ეს პროექტი იყო ის, რომ ყურადღება მიექცეოდა სიუჟეტის ლოგიკურობას და კავშირს ვეფხვის ყაოსანთან, პროგრამირების კომპლექსურობა, აქ იგულისხმება, რომ ცვლადები უნდა გამოიყენებინათ, ციკლები, პირობითი ოპერატორები, ასევე ეს პროდუქტი უნდა ყოფილიყო ინტერაქციული, გრაფიკული და ვიზუალური მხარეს მიექცეოდა ყურადღება შემოქმედობითობას და ასევე კომპლექსურობას. გამოყენებულ რესურსებს რაც შეეხება, ძირითადად გამოყენებული ჰქონდა Scratch-ის პროგრამა, ასევე Jigsaw Planet-ის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეს მოცემული ფაზლის ნაწილები, სცენები დაყრეს ფაზლის ნაწილებად და ასევე გამოყენებული ჰქონდათ Remove Background-ის პროგრამა. ეხლა მინდა გაჩვენოთ რამოდენიმე ნამუშევარი მოსწავლეების და ვეცდებით დათქმულ დროში ჩავეტიო. ეს გახლავთ ერთ-ერთი ნამუშევარი და თამაში იწყება დაწყების ღილაკზე დაჭერით. ეხლა გამოდის ეკრანზე გამოჩნდება აფორიზმები ვეფხვის ყაოსნიდან. აი ხედავთ, რომ პირველი აფორიზმი გამოტანილი ეკრანზე ავსაკაცა ავი, აი ამ ნაწილში გამოტოვებულია სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა. და აქ გამოტოვებულ ადგილას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი სიტყვიდან უნდა ჩაგვესვათ. აი ეხლა მოდით ჩავსვათ სწორი პასუხი. და თუ კი ეს ანუ სწორად მოთამაშეს სწორად ჩასვამდა იმ გამოტოვებულ სიტყვას, ამავდროულად აქ თავისთავად ერთიკულად დაემატებოდა და სულ ეს თამაში იყო 10 ქულიანი, 7-ზე მეტი სწორი პასუხის შემთხვევაში გამოდიოდა მოგების ფონი. ეს გახლავთ ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც ერთ-ერთმა მოსწავლემ შექმნა. ეხლა რაც შეეხება, რადგანაც აქ პედაგოგებიც გვესწრებიან, კომპიუტერო პედაგოგები, გავამახვილებ ყურადღებას ძალიან მნიშვნელოვან ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო კოდზე. ძირითადად ეს კოდი აწყობილი იყო ასეთნაირად, რომ აი, როდესაც ერთი ფერი, ეს კონკრეტული ფერი მეორე ფერს შეეხებოდა, ამ შემთხვევაში ემატებოდა ქულა მოთამაშეს და აქვე იცვლებოდა ფონი. და აი ამ პრინციპით შეიქმნა მთელი თამაში, რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ ეკრანზე. ეხლა რაც შეეხება შემდეგი აი ამას გაჩვენებთ, ეს იყო ფაზლი ვეფხვის ყაოსანზე, ესე ძალიან საინტერესო და ვფიქრობ კრეატიული ეს იყო პროდუქტი. ესე იგი დაწყების ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში გამოდიოდა მენიუს ფონი, სადაც მოთამაშე შეეძლო აერჩია რომელიმე სცენა ვეფხვის ყაოსნებად, პირობითად მაგალითად როსტევან მეფის ამბავი. და შემდეგ უკვე ეს ერთ-ერთი სცენა, ანუ როსტევან მეფის ამბავი, დაყოფილია ფაზლებად, აი ესეთნაირად და მოთამაშემ ეს ფაზლი ერთმანეთთან უნდა შეაერთოს. ესე მჭიდროდ ერთმანეთში უნდა ჩასვას. და შემდეგ, როდესაც დააჭერს აქ შემოწმების ღილაკს, მჭიდროდ დავალაგოთ, მაშინ უნდა გამოჩნდეს ეხლა მოდის ხმა, შეიძლება თქვენთან მისმოდეს ყაოსნიდან ერთ ამბობს მოსწავლე ამ დროს და აქვე ქულა აისახება და შეიცვლება ქულა ერთით. ამ თამაშის ძირითადი, ასე ვთქვათ, კოდი იყო ის, რომ აი ეს ნაწილი, კოდში ძირითადი იყო ეს, რომ აი ერთ-ერთი ფაზლის ერთ-ერთი ნაწილი, როდესაც შეეხება სხვა დანარჩენ ნაწილებს, აი იმ შემთხვევაში შეიცვალოს ქულა და ჩაერთოს ხმა. სხვა თუ არა და მაშინ ეს ქულა არ შეიცვლება. კარგით, ეხლა ერთ-ერთ კიდევ ერთ ნამუშევარს გაჩვენებ, თუ ვეტევით დროში. ეს არის ასეთი თამაში, დაწყების ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოდის სცენა, სადაც ჩანან ვეფხვის ყაოსნიდან ტარიელი და ავთანდილი და მიზანი არის ის, რომ ეს ავთანდი უნდა დაეხმაროს ტარიელს ნესტანის ქაჯეთის ციხიდან დახსნაში და უნდა დაუსვას შეკითხვები, თუ ტარიელი სწორად უპასუხებს შეკითხვებს, მაშინ იმ შემთხვევაში ეხმარება ავთანდილი და ეხლა ხედავთ, ცოტა ხანში გამოვა შეკითხვა.
ეკრანზე. აი მაგალითად ერთ-ერთი სტროფია ვეფხის ტყაოსნიდან აქ უნდა ჩაისვას გამოტოვებული სიტყვა, ამ შემთხვევაში როსტევან. და თუ სწორად უპასუხებს ეს ვინც მოთამაშე, ვინც ამ თამაშს თამაშობს, ნელ-ნელა მიიწევს ეს ორი პერსონაჟი სასახლისკენ, თან ერთი ქულა ემატება. რაც შეეხება კოდის ნაწილს, აქაც ძალიან მარტივი კოდი იყო გამოყენებული. ესე იგი, სენსორებიდან ask ბლოკის გამოყენებით დაისვა შეკითხვა, შემდეგ if ბლოკში წარმოდგენილია ის, რომ თუ პასუხი იქნება ტოლი როსტევანის, ამ შემთხვევაში შეიცვლება ქულა. აი მოკლედ სულ ასეთი ეს კოდი იყო გაწერილი და ძალიან მარტივი და საინტერესო პროდუქტი გამოვიდა. რაც შეეხება ამ დავალებას, აქაც ესე იგი დაწყების ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში გამოდის ასეთი სცენა, სადაც მოთამაშე შეუძლია ითამაშოს თამაშები, ვეფხის ტყაოსნის თემები და აფორიზმები. აფორიზმებში ასე გადავდივართ, აქ შეგვიძლია აფორიზმები დავისწავლოთ, წავიკითხოთ. უკან დაბრუნების ღილაკზე ისევ მენიუში ბრუნდებით და აქ არის თავები. ამ თავების არჩევის შემთხვევაშიც შეგვიძლია ასეთნაირად გადავიდეთ. აქ ეს არის მოყოლილი ამბავი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ამ პროექტს, ესე იგი მოსწავლემ თვითონ ინდივიდუალურად დაამუშავა ყველა სპრაიტი, ყველა კოდი ანუ დამოუკიდებლად იმუშავა აი ამ ყველაფერზე და ვფიქრობ ეს ძალიან დასაფასებელია, აი ეს პერსონაჟები, სპრაიტები თვითონ შექმნა აი ამ Scratch-ის პროგრამის გამოყენებით, კონკრეტულად კი ფიგურების გამოყენებით. სულ ეს იყო ჩემი პრეზენტაცია. იმედია დათქმულ დროში ჩავეტიე. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ასევე თუ ვინმე სურვილი ექნება, ეს შემიძლია ლინკები გავაზიარო და რა ვიცი შეუძლიათ მასწავლებლებს გაარჩიონ და კითხვების შემთხვევაშიც უპასუხებ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მარი, აი პატარა კომენტარს გავაკეთებ მეც. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო, უღმესი მადლობა. კი დროში ჩაეტიე, ცოტა დაგრჩა კიდევაც. და აი ამ დროს გამოვიყენებ და მეც ვიტყვი, რომ აი მარიმ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აი ამ პროგრამირებაზე და თუნდაც არაფორმალურ განათლებაზეც. ასევე ახსენა მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია და ვიტყვი, რომ ამ კონფერენციაში ერთ-ერთი ჟიურის წევრი ვიყავი და აი არ ვიცი, მარის მოსწავლეები ძალიან ბევრი იყვნენ კონფერენციაზე ნამდვილად. ძალიან ბევრს შრომობს და ეს მარის ეს შრომა და ასე ვთქვათ მთელი ენთუზიაზმი და პროფესიის სიყვარული აისახება ხოლმე მოსწავლეებზე. ნამდვილად ძალიან საინტერესო და კარგი პრეზენტაციები ჰქონდათ და პროექტები. ასე რომ მადლობა მარის. მეგობრებო, თუ მადლობა თქვენ. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ჩატში მოიწეროთ და ჩვენ აუცილებლად გავაჟღერებთ. ანუ ლაივში შეგიძლიათ მოიწეროთ მეგობრებო კითხვები. მგონი ჩატში აქ ხო კომენტარის როლში. კი. ანუ Facebook ჯგუფში შეგიძლიათ მოიწეროთ და ასევე მარი მახსენა გაზიარება პრეზენტაციის ფერფექტი დღევანდელი ზოგადად ამ ლაივების დასრულების შემდეგ თითოეული მომხსენებლის გამოსვლა, აი ანაც ამეთანხმება, რომ ცალ-ცალკე დაიჭრება, დაიდება და თან დაერთვება ის პრეზენტაციები, რაც გამოიყენეს დღეს. ასე რომ შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ ხოლმე პრეზენტაციები.